როგორი ტიპის პაციენტი ხარ? რო არ მალაპარაკებ ჩემ გადაცემაში მოვედი კოტესთან და ხა აქ ვილაპარაკებ რასაც მინდა. მაყურებელს ნახდათ აინტერესებს. წვირის ვინერი გავიკეთე, ჩამოდი ნახე რა მაგარიათ. მიეპარე, მიეპარე. პირველად, როდესაც მივედი კოსმეტოლოგთან და შევიძინე საცხი, ვიყავი 30 წლის. შეიძლება სულაც არ გაწუხებს, მაგრამ იცი რომ მავნეჩვევა რა არის. თქვი რომ აი ეს არ შეიძლება, უბრალოდ ამაში მე ვცხოვრობდი. კატეგორიულად მაცივარში არასდროს არ არის. 60 დღიანი დიეტები იყო, ესეთი სიკვდილის დიეტები იყო. სამომავლოდ რო დავბერდებით, ამას ვიზამ. ჩვენ ხა ვერაფერს ვერ შევეჯიბრებით, აგერ ანჯელინა ჯოლის უღალატეს და ანუ ეგ არ არის არაფრის გარანტი. ზოგი კუნძულებზე მიდის საწყობა, ზოგი ფიქრობს სახეს დაბიჭიმა. მე მგონია რომ ჩემი ასაკი უფრო აი აქ მოვა და აქ უფრო დამეტყობა. კიდე რა გაკეთებული ბოტოქსის? აბა მითხაია. აი ჩემი ოჯახის წევრები საერთოდ იციან თუ არა. ეგრევე ვიწყებ თამაშს იმ გმირს, აი დღემდე. ინფორმაცია ხო არ არის გაჟონვითი? არის უამრავი ჭორი, ყოველ ჯერზე, აი მაიკლ ჯექსონი რო ცოცხალია და ჩემი ცოლის დაქალები რო შეიძლება გაგრძელდეს. ჩისოდეს გაგრძელება თუ ახალი როლი Netflix-ის სერიალში. აუ. დაიხარჯე შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის.